წარმოგიდგენთ სომხური არქიტექტურის ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ ძეგლს ნორავანქის მონასტერს, რომელიც ვაიატზორის პროვინციაში მდებარეობს. აშენებულია მე-13-მე-14 საუკუნეებში და ამ პერიოდში იგი სიუნიკის ეპარქიის ცენტრს წარმოადგენდა. დღეს მონასტერი მოიცავს სულբ კარაპეტის, სულբ გრიგორის და სულբ ასტრაცაცინის ტაძრებს და ამავე დროს აქ მდებარეობს მუზეუმი, რომელიც მონასტრის განვითარების ისტორიას მოგვითხრობს. ყველაზე გამორჩეული ეს ორსართულიანი სულბ ასტრაცაცინის იგივე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი არის, რომლის პირველ სართულზე ორბელიანების გვარის საძვალია მოწყობილი. ტაძრის ფასადები უხვად არის მორთული რელიეფებით და ცნობილი არის, რომ ფასადების მორთულობა ეკუთვნის ძალიან ცნობილი სომეხ მოქანდაკეს და მინიატურის მომიკს და ითვლება, რომ ასტრაცაცინის ტაძრის დეკორი მისი შემოქმედების ბოლო შედევრი არის. ტაძარი დახურულია, ამიტომ ინტერიერის დათვალიერება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია სულբ კარაპეტის და სულբ გრიგორის ინტერიერის მონახულება, რომელიც არანაკლებ საინტერესო არის არქიტექტურულად. ზოგადად ნორავანქის მონასტერი გამორჩეულია იმ მხრივ, რომ გარემოცულია შთამბეჭდავი ფერადი მთებით, რასაც კარგად იმეორებს ეკლესიების ფერადი ფასადებიც. აქ პირველად 10 წლის წინ ჩემს კურსელებთან და ლექტორებთან ერთად ვიყავი, როდესაც შევისწავლდით სომხურ არქიტექტურას და 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ აქ სტუმრობა და აქაურობის ნახვა ჩემთვის ძალიან გამორჩეული ემოცია იყო.